კი, ჩემი აზრით უნდა გაუქმდეს. ბევრი პრობლემა მოაქვს ონლაინ სესხებს, მიუხედავად იმისა, რომ გამოვალ მდგომარეობაში გვეხმარება. მეც სტრესია საქმე, აი ეს ონლაინ სესხებში საერთოდ ვერ ვერკვევი. და თუ კი ეს მოსახლეობისთვის თქვა არ არის სასიკეთოდ და უნდა გაუქმდეს აუცილებლად. უნდა გაუქმდეს, აბა. ინფორმაცია არ გვაქვს ზუსტი ხალხს, რას რომელი ბანკი რას ღებულობს, არ ფარღებულობს. რომ მიდიხარ, იქნება უკვე მიდეს ვაჭრობას არ და სპეკულაცია. არა, ჩემი აზრით უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ უნდა გაუქმდეს. სწრაფი დახმარებისთვის ადამიანს ძალიან ჭირდებათ. იღებ 100 ლარს და შეგაქ 3 და 4 ჯერ მეტი ძალიან ცუდი არის ჩემი აზრით. ეხლა უპროცენტო და დაბალ პროცენტიანი რო იყოს კიდე მესმის და ეხლა ამდენი პროცენტები რო არის, მაშინ რაღაც არარეალური მგონია, იმიტომ რომ რამდენსაც იღებ 2 იმდეს აძლევ და ეხლა რა ვიცი 3 იმდეს და ჩემი აზრით უნდა გააქვნდეს. ღმერთთან უმასარგებლოს არ მინდა, თუ დამჭირდება მაგის მეტი რა არის შეგასულა. ის არის ტყვილი ფარსი დაგებული რომ მიიტყუოს ახალგაზრდობა, მიიტყუოს გაჭირებული ხალხი და მეორე დღეს კი არ ფიქრობს იმას რა მოყვება. დიახ, უნდა გაუქმდეს. ხალხის სასარგებლო მაგარ არის. არა. ავიცი მაგია. გაჭირვების დროს იღებს ადამიანი და იმით. იმდენი დაზარალებული ადამიანი ვიცი ჩემს გარშემო, მაგ ონლაინ სესხებისგან რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ გაუქმდეს.